საქართველოს ეკონომიკა სხვადასხვა პარამეტრების გაუმჯობესებით ბოლო წლების განმავლობაში პოზიტიურ ზრდას აჩვენებდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად გასულ წელს წინასწარის შეფასებით ქვეყნის ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა. წელს კი არსებული პროგნოზით მაქსიმუმ 8%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. ეროვნული ბანკის მონაცემებით მოცემულ მომენტში ქვეყანაში ინფლაცია 1.9%-ში ადგენს. სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია. ხოლო 2025 წლის წლიური პროგნოზი ჯერ უცნობია. ცენტრალური ბანკის ინფორმაციის თანახმად შენარჩუნებულია რეფინანსირების განაკვეთის 8%-იანი ზღვარი. თუმცა ბოლო ცნობებით ბანკის საბჭო მიანიშნებს, რომ შესაძლოა სასხებზე საპროცენტო განაკვეთი ნებისმიერ მომენტში გაეზარდოთ მეწარმეებსა და მოქალაქეებს. ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების მკვეთრ და ნეგატიურ ცვლილებებს ელიან დამოუკიდებელი ეკონომისტები. მოსახლეობაში პანიკის არ დათესვის მოტივით ფრთხილად, მაგრამ ღიად ამბობენ, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისისა და გაურკვეველი მომავლის სინდრომის ფონზე ეკონომიკა და მისი შემადგენელი კომპონენტები სერიოზული რისკის წინაშეა. ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის დაზიანება მისი მამოძრავებელი ფუნდამენტური მიმართულებების გაუარესებიდან გამომდინარე იქნება. ამას კი საფუძვლად პოლიტიკური ფაქტორი ექნება. კარგი სურათი ჩანს არსებული მდგომარეობით, მაგრამ იკვეთება ამ პოლიტიკური კრიზისის პირობებში მნიშვნელოვანი რისკები. პირველი ეს არის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და ვფიქრობ, რომ გაცვლითი კურსის გაუფასურება თუ გაგრძელდა 25 წელს, ამას აუცილებლად რაღაცა დროითი ლაგის შემდეგ მოყვება ინფლაციის მაჩვენებლის გაზრდა. პოლიტიკური კრიზისი ყოველთვის რისკებს ზრდის ეკონომიკაში, ეს რისკები დაკავშირებული არის მოთხოვნის შემცირებასთან, ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორიც არის მაგალითად უძრავი ქონების ბაზარი, პოლიტიკური კრიზისების დროს მოსახლეობა არის უფრო ფრთხილი მხარჯველი, აქედან გამომდინარე შემცირებას ველოდები ხარჯვის ნაწილში, რეალური ეკონომიკური ზრდის შენელება. აქედან გამომდინარე თუ გვაქვს არასტაბილური გაცვლითი კურსი, გაზრდილი ინფლაცია, ხოლო მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდან არის შემცირებული, ეს ყველაფერი აისახება შემცირებულ ეკონომიკურ ზრდაში. უარყოფითი შოკების პირობებში, თუ საქართველოს აღარ გახდა მომხიბვლელი ტურისტებისთვის, რუსებისთვის, რომლებიც აქ ცხოვრობენ, სანქციები გავრცელდა საქართველოსაც იმ შემთხვევაში, თუ ის ჩაერთო, ასე ვთქვათ, ირიბად რუსეთთან ვაჭრობაში, აი ეს უარყოფითი შოკები ერთობლიობაში გარე შეიძლება კიდე ცალკე დაარტყას საქართველოს ეკონომიკას. მცირე ბიზნესს, საშუალო ბიზნესს, რადგან მას შეიძლება გაუძვირდეს დაკრედიტება, შეიძლება გადაეცეს მომხმარებლებს, რადგანაც მათ გაუძვირდეთ კრედიტი და აუცილებლად დაარტყამს ეს უკვე საზოგადოებას სხვადასხვა არხებით, საფინანსო არხებით, დასაქმების ბაზარზე და ასე შემდეგ. თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა, რომელიც არსებული პოლიტიკური კრიზისის დროს შეიქმნა, 2400-ზე მეტ სამეწარმეო სუბიექტს აერთიანებს. ამ პლატფორმის ხელმომწერი ბიზნესები ეწინააღმდეგებიან ქართული ოცნების საგარეო კურსთან დაკავშირებულ ნაბიჯებს და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო კამპანიას სოლიდარობას უცხადებენ. Free Business G-ის დაფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი ამბობს, რომ ბიზნეს გარემო გაუარესებულია და მის პლატფორმაში შემავალ კომპანიებს მკვეთრად ნეგატიური მოლოდინები აქვთ, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე ცუდად აისახება. ის ბიზნესები, რომლებიც შემოუერთდნენ პლატფორმას, თვლიან და საფრთხეებს ხედავენ, რომ პოლიტიკურმა სიტუაციამ შეიძლება მიგვიყვანოს ეკონომიკურ კრიზისამდე. ვიცით იმ კომპანიების ბრუნვები, რომლებიც შემოერთებული არიან პლატფორმაზე, თქო ყველასი არა, მაგრამ რაღაც შეჩევით გამოკითხული და დაგეგმილთან შედარებით დაახლოებით 25-დან 50%-მდე ნაკლები ბრუნვა აქვს, ვიდრე ქონდა დაგეგმილი დეკემბრისთვის. თუ გაგრძელდა პოლიტიკური, ვთქვათ, ეს არასტაბილურობა და დეესკალაცია არ მოხდა, გაგრძელდა იზოლაცია და სანქციები ქვეყნის მიმართულებით და რაღაც კონკრეტული ადმინისტრაციის პირების სანქციებიდან გადავიდა უკვე ქვეყნის ეკონომიკის სანქციებამდე, ამან შეიძლება ძალიან ძიმე შედეგები მოიტანოს საქართველოს ეკონომიკისთვის სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ რასაც ვფიქრობთ არის კურსის და ინფლაციის მომენტი, რომელიც შეიძლება ნელა უმართავი გახდეს. ამ კრიზისის წყარო არის პოლიტიკური და შესაბამისად ეკონომიკური გადაწყვეტა ვერ ექნება პოლიტიკურ პრობლემებს. ხო, ამიტომ ის კომპანიებიც, რომლებიც შემოუერთდნენ ჩვენ პლატფორმას, ორ ძირითად მოთხოვნას აყენებენ. ერთი არის განთავისუფლება დაკავებული ადამიანების, იმიტომ რომ ასევე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეესკალაციისთვის და მეორე არის არჩევნების დანიშვნა, იმიტომ რომ არის პოლიტიკური კრიზისი.
ინფლაციის, რეფინანსირების განაკვეთისა და ეკონომიკური ზრდის მონაცემები ოფიციალური უწყებების თანახმად ჯერჯერობით სტაბილურ მაჩვენებლებზეა. ქვეყნის ეკონომიკის ისევე როგორც საგარეო კურსისა და მოქალაქეების ყოველდღიური ყოფის ბედს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესები გადაწყვეტს. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს ჯორჯია.